გიორგი, თქვენთან გადმოვალ კითხვით უკმაყოფილება და ბრაზი არის საფუძველი სწორედ აი იმ პროტესტის, ხო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უწყვეტად თბილისის ცენტრში. აი რა სჭირდება აი სრული სურათის გათვალისწინებით ახლა პროტესტს, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, აი რეპრესია აღარ ჩამოვთვლი ყველაფერი კარგად იცის, ფინანსური ტერორი, რეპრესია და ასე შემდეგ. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ვინაიდან თქვენს ეთერში ვარ, ვისარგებლებ შემთხვევით და სოლიდარობას გამოუცხადებ ყველა სინდისის პატიმარს. და თემურ ქათამაძესავს ვთხოვ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა მისთან დაკავშირებით პეტიციას გვაქვს შედგენილი და ეხლა უბრალოდ ინფორმაცია ჩამიგდეს და მადლობა მინდა საქართველოს პრეზიდენტსაც გადავხადო სალომე ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ მანაც საჯაროდ ჩემი პოსტის შემდეგ მოუწოდა თემურ ქათამაძეს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და ის ადამიანი გვჭირდება ჯანმრთელი ცოცხალი და ეხლა ცოტა დავიბენ, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ფაქტორი, როდესაც ამ ადამიანზე ვსაუბრობ და აუცილებლად უნდა დავუდგეთ ამ ადამიანს გვერდში. რაც შეეხება თქვენს კითხვას თუ როგორ შეიძლება პროტესტი წარიმართოს, საჭიროებებზე როგორ ანაერთ უნდა იყოს. პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გაათვითცნობიეროს ის, ვიზეთ შეიძლება ვსაუბრობდეთ, რომ ეხა ეშინიათ, თუ ეხა ჩვენ 5000 ლარიანი ჯარიმი შეგვეშინდება და გავჩერდები და პროტესტი მორჩება, ესე ვთქვათ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მერე 4 კედელში გამომწყდება. ამიტომ ამ არჩევანის წინაშე ვართ, ან უნდა ავიტანოთ ეს 5000 ლარიანი ჯარიმები, ან მერე, რა ვიცი, რამდენიმე წლით უნდა გავატაროთ უდანაშაულო ადამიანებმა ციხეში. ანუ ეს უნდა გავითვალისწინოს პირველ რიგში. შემდეგ უკვე ქმედებებზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ პროტესტი უნდა იყოს დეცენტრალიზებული და არ უნდა ხდებოდეს მარტო თბილისში. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ლამაზი სხვადასხვა კუთხე ქალაქი, ასე ვთქვათ და აქაც უნდა მიმართებოდეს პროტესტი. აი მაგალითად ის კარგი სურათია იმის მარტულში, რომ ერთი ადამიანი აპროტესტებს უკვე რამოდენიმე დღეა, რაც ჩვენი პროტესტი დაიწყო იმის პარალელურად. ამ ადამიანს, ვინც მარტულში არიან და პროტესტის გზნობა აქვს, უნდა გავიდნენ და უნდა დაუდგნენ გვერდში. უშუალოდ ბათუმში თემურ ქათამაძე მზია ამაღლობელი ორივე ბათუმიდან არიან. ამ ადამიანებს უნდა დაუდგნენ გვერდში, ვინც ბათუმში არიან, ზუგდიდ, სხვადასხვა ქალაქებში და ამას უნდა შეეწყოს ხელი, რომ პროტესტის დეცენტრალიზება მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ სისტემა გადაიღალა, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, სისტემა იღლება იმით, რომ 4 ადამიანს ჯარიმების იმას რა ქვია, ატანილებენ სახლში და ბუნებრივია პოლიციელისთვის, რომელიც მივიდა სისტემაში, იმიტომ რომ მართლა ქვეყანას ემსახუროს და უწევს ჯარიმების ტარება და ესე ვთქვათ, პოსტის მოვალეობის შესრულება, ჩემი აზრით შეურაცხყოფელია და ეს გამოჩნდება დროთა განმავლობაში, რომ ამ ადამიანებს ეს დისკომფორტს უქმნის და ჩვენი ეს დეცენტრალიზებული პროტესტი ასევე სისტემას ზედმეტად შეაფერხებს, იმიტომ რომ აქ თუ დაინიშნება ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქცია, როგორც აქამდე იყო, მათ, როდესაც ეცოდინებათ, რომ ბათუმში, ქუთაისში მიმდინარეობს აქცია, ფიზიკურად ვეღარ გადმოისროლებენ იმ ძალებს აქ და ვეღარ მოხდება ესე ვთქვათ, მომარაგება, კონცენტრირება, რაც გამოიწვევს სისტემის გადაღლას და სისტემა რო გადაიღალა, ჩანდა ეს მაგალითად არჩევნებამდე, როდესაც ქონდა ჩვენ რუსული კანონის პროტესტი, უბრალოდ ჩემი აზრით შეცდომა იყო იქ, რაც დაუშვით, რომ ჩვენ გავჩერდით არჩევნებამდე, დაველოდით არჩევნებს. თორე იქ რო პროცესი გაგვგრძელებინა, იქვე იქნებოდა სისტემის ჩამოშლა და ძალიან არ მიყვარს მე არასწორი მოლოდინების შექმნა, მაგრამ თუ საუბრობთ ამაზე, ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორც შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიციურ რეჟიმთან, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს და იმედია ეს არ იქნება ამ რეჟიმის შესაძლებლობა, მალე სატიტუსკო რეჟიმი გახდეს სოფლიოში პირველი იქნება, ვინც ვიღაცა ტიტუსკებზე იქნება დამოკიდებული. და თუ საუბრობთ ძალიან მარტივად ვთქვათ, პროტესტის უფრო გაცოცხლებაზე, უფრო გამრავალფეროვნებაზე, ეს უნდა იყოს დეცენტრალიზებული პროტესტი, რაც გულისხმობს ქალაქის თბილისის გარდა სხვა ქალაქებში, თუ სოფლებში, თუ რა ვიცი, სხვა დაწესებულებებში პროტესტის გაგრძელებას მშვიდობიანი ფორმით, როგორც ეს უკვე 96 დღეა არის ქალაქის ქუჩებში. მადლობა გიორგი. გიორგი, თქვენთანაც მინდა 25 ფებრუარზე თან დაკავშირებით კითხვით მოვიდე აი ამ დღისგან რას ელოდებით და ურთიერთშეძახილის როლზე თქვა დოდი პრინციპში და ალბათ ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? თუნდაც ბევრი ადამიანის მიერ გამოხატვა მისი პოზიციის ამ დღეს პროტესტში. კი, როდესაც ჩვენ ახლა პროტესტებს საუბრობდით, თან გვაქვს ყოველდღიური პროტესტი, ბუნებრივია ყოველდღიურ პროტესტში ყოველდღე ვერ გამოვა იმდენი ადამიანი, რომელიც შეიძლება ერთ დიდ აქციას ჰქონდეს და ეს მაგალითად იყო სხვადასხვა თარიღები და ახლა შეირჩა 25 თებერვალი, რომელსაც თან აქვს პლუს ესე ვთქვათ გაფიცვა. გაფიცვა ზოგადად ძალიან მაგარი რაღაც არის, როდესაც რეჟიმს ებძვი და მე ვისურვებდი, რომ ეს გაფიცვა შემდეგში, როდესაც კიდევ გაიმართება, უფრო ხანგრძლივი იყოს და უფრო მაგარი ესე ვთქვათ, რაც უფრო მეტად დააზიანებს რეჟიმს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ლოკაციაზე, როგორც არის დაგეგმილი 6 ლოკაციაზეა მარში, თითოეულ ლოკაციაზე მივიდნენ ადამიანები, დააფიქსირონ იქ საკუთარი ესე ვთქვათ პოზიცია, როგორც გამოდიოდით მაგალითად აი იმ კადრებს რო ატრიალებენ
300,000-ზე მეტი რო ვიყავით შეკრებილი ევროპის მოედანზე, ეს ადამიანები ისევ აუცილებელია რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ის წარსულით არ ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ჩვენ წარსული ცხოვრებამ მოგვიყვანა აქამდე რომ შეგვჩა ისეთი რეჟიმი ხელში, რომელიც აი ვიღაცებს ისევ წარსულით აშინებს, რომ წარსული მობრუნდება. წარსული არა, ჩვენ გვაქვს წინ მომავალი და კარგი მართალია არ უნდა დაგვაუწყდეს წარსული, როდესაც ეს ეხება რუსულ რეჟიმს და რუსეთს. როდესაც ეხა გვაქვს წინ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა და სწორედ ამ რუსეთმა ჩვენ 25 თებერვალი მოგვიწყო, სიმბოლურია 25 თებერვალს ამის გაკეთება და ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდეთ ისევ ბევრნი ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ისტორია ხოლმე მეორდება და მე ვისურვებდი ჩვენთვის სასიამოვნო ისტორია გავამეორდეს, რომელიც გამარჯვებებით სრულდებოდა და არა მაგალითად 25 თებერვალი, 9 აპრილი, სადაც რუსეთი იმარჯვებდა ქართულ ხალხზე. მადლობა.